მე მესამე მომენტი არის რომ მისი ოპონენტი ამ შემთხვევაში ჯასტინ გეიჯი გაიყვანეს ზედმეტად ასე ვთქვათ მოძლიერებული ხო ნუ არის რაღაც გარკვეულ საშუალებები თუ სპორტში პოტენციურად მოწამლეს არ არის მსგავსი ჩაწყობილი იყო თუ არა UFC თეთრი სახლის თავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის ანუ ჩაწყობაში თუ ის იგულისხმება რომ ილია თოფურიამ გაყიდა როგორც ბევრი წელი და ну წარმოუდგენელი რაღაცა არის უბრალოდ დაფიქრდით რა საუბრობთ ანუ დრო გაყიდო ეგეთი ბრძოლა ანუ ეგრე ბრძოლა არ იყიდება რეალურად თუ ბრძოლას ყიდი მნიშვნელოვანი არის რომ რაღაც კვალი დარჩეს ხო ანუ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ადამიანი ეგეთ დონეზე ასე ვთქვათ დაზიანდეს ფიზიკურად რომელიც მას აუცილებლად რაღაც დონეს გაყვება მის კარიერაშიც და პოტენციურად სამწუხაროდ შეეძლო ცხოვრების განმავლობაშიც ეს ზიანი არ არის, რასაც უბრალოდ ადამიანი რეგულარული ადამიანი ოდესმე იღებს, ხო? შესაბამისად წარმოუდგენელია ეგრე ბრძოლა გაყიდო და ეგრე რაიმე ჩაწყობას დათანხმდე, ხო? მე არის მომენტი, რომ ილია თოფურია რაღაც დონეზე ჭალებში, ასე ვთქვათ, დააზიანეს, ხო? ანუ ასე ვთქვათ ნაკლული გაიყვანეს, არ ვიცი რაღაცა პოტენციურად მოწამლეს, არ არის მსგავსი. მე მესამე მომენტი არის რომ მისი ოპონენტი ამ შემთხვევაში ჯასტინ გეიჯი გაიყვანეს ზედმეტად ასე ვთქვათ მოძლიერებული, ხო? ნუ არის რაღაც გარკვეულ საშუალებები თუ სპორტში სტეროიდები, IPO ასე შემდეგ, რომელიც შესაძლოა რომ ვთქვათ ყველაზე ლოგიკური ეგ არის, ხო? თქვა თუ რამე ჩაწყობა იყო. მაგრამ მოდით ესეც შევხედოთ, ხო? UFC-ს თეთრი სახლის ივენთი არის ერთი ივენთი, ხო? კი, დიდი ივენთი იყო, მაგრამ ერთი ივენთი არის. და მინუს UFC-ს თეთრი სახლის ივენთის ეს ბრძოლა არაფრად არ აწყობს, რომ ჯასტინ გეიჯი იყოს ჩემპიონი UFC-ს ვიდრე ილია თოფურია. ნუ ჯასტინ გეიჯი არის უკვე ასაკში ადრე და სხვასთანაც აქვს წაგებები, სხვებთანაც აქვს წაგებები და ასევე ადრე თუ გვიან რეალურად ან სხვასთან წააგებს, ან თავს დაანებებს, ხო? და მარკეტინგულადაც არ არის ესეთი იმის მიუხედავად რომ ამერიკელია, არ არის დიდად მარკეტინგულად საინტერესო ადამიანი UFC-სთვის იმის მიუხედავად რომ საკმაოდ სანახაობრივი მებრძოლი არის, როგორც ასევე სამწუხაროდ ამ ბრძოლაში ვიხილეთ და საკმაოდ საშიში მებრძოლია, თუმცა ილია თოფურიას ისეთი აურა და ასე გლობალური გულშემატკივართა ბაზა მოყვებოდა რომ ნამდვილად ესე რომ ჩაწყობის ხარჯზე თოფურიას წაეგო UFC-ს ლოგიკურად არ აწყობდა. ასევე მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ პერეირა საც წააგებინეს, ზოგი მაგას აწერდა, ანუ რეალურად მაგ შემთხვევაშიც მეორე მხარეს ამერიკელი საერთოდ არ იყო, ხო, განი იყო და უფრო ამერიკელი, უფრო ანუ ამერიკის კონტინენტიდან მაინც არის პერეირა იყო და ასე ვთქვი ფანების ფავორიტი უფრო პერეირა, ბევრად უფრო ვიდრე სირილ განი, იმის მიუხედავად რომ სირილ განი მართლაც არაჩვეულებრივი მებრძოლი არის. გთხოვთ იხილეთ ჩემი ორივე ასე ვთქვი ბრეიკდაუნი მიმოხილვა ამ ორივე ბრძოლის, ორი სხვადასხვა ვიდეო მაქვს და ჩემი აზრით ბევრ ამას ნახავთ, რაც მე ასე ვთქვი შეფასებული მქონდა წინასწარ. მოდით ესე ვთქვათ, რომ კონსპირაციები როგერზე გადავდოთ, გარკვეულ რაღაც მომენტებს უნდა შევხედოთ, ხო? ეხლა დეტალებში არ ჩავალ რა და როგორ თუ წინა ვიდეოში, გთხოვთ ბრძოლის წინა ვიდეო თუ გაინტერესებდა თუ არ გინახიათ, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ და ნახოთ, ან თუ გინახიათ, გადაიმეოროთ და ბევრ საინტერესო რამეს პოტენციურად წააწყდებით. რეალურად პირველი რაუნდის ასე ვთქვათ განმავლობაში უკვე ილია თოფურიამ მიიღო საკმაოდ დიდი ზიანი. უკვე ეს ზიანის აკუმულირება იწყებოდა ერთ-ერთი პირველი მძიმე დარტყმა, რომელიც გაუტარა ჯასტინ გეიჯიმ, უკვე თვალი ნაწილობრივ დაუზიანა, რამაც ჩემი აზრით ილია თოფურიას მიცა თითქოს ასე ვთქვათ ასე წითელი შუქი ან რა ვიცი როგორც გინდათ შეხედეთ ნიშანი რომ მას 5 რაუნდი პოტენციურად შეიძლება გაჭირებოდა მასთან ბრძოლა და
რაღაც დონეზე გადაერთო ანუ ფინიშის მოუჩი და შეეცადა რომ დაესრულებინა, მაგიტომაც რამოდენიმეჯერ შეყვა ბროლში, ასე ვთქვათ, გაცვლებში, სადაც ბევრი წილი მოიგო, თუმცა ანუ როდესაც ესე დიდად შეყვება ასე ვთქვათ, გაცვლებში მეორე მებრძოლს ისეთ ტექნიკური მებრძოლი როგორც ილია თოფურია არის, ეს უკვე ჩემთვის ნიშანი იყო, რომ იმას რაღაცები მან არ მოწონდა რა, ანუ უნდოდა თავისი ძალის ხარჯზე გადაელახა ის პოტენციური აკუმულირებული ზიანი და ასევე ის ზიანთან და თქვათ არ ვიცი გარემოსთან და ასე თქვათ კონდიციასთან ერთად მოტანილი დაღლილობა რაც ნუ ძალიან ცუდი ნიშანი იყო, ნუ მეორე რაუნდში ვიხილეთ რომ აი ესეც განხილული იყო მიმოხილვაში ბრძოლის წინა მიმოხილვაში ჩემს მიერ რომ ტანი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ილია თოფურიასთვის ტანი საკმაოდ კარგად გამოიყენა და დალეცა რეალო ჯასტინ გეიჯი. ნუ ეგეთი რაღაცები ცოტა აჩენს რაღაც დონეზე ეჭვს რომ ნუ თქვათ რაღაც პრეპარატების ქვეშ ხوار იყო გეიჯი, იმიტომ რომ ნუ კი უნდა ვაღიაროთ რომ რაც ჯუსადა აღარ არის UFC-ში ზოგადად კონსპირაცია გვერდზე გადავთ რა ზოგადად უფრო გამარტივებული არის დიდი ალბათობით ეგრეთ წოდებული ჩიტინგი და ეგრეთ წოდებული ანუ ასე ვთქვათ მოკლე გზების მონახვა, რომელსაც ქვია სხვა პრეპარატების მიღება, იქნება სტეროიდი თუ სხვა რაღაც საშუალება, რომელიც გეხმარება აღდგენაში, კონდიციის გაუმჯობესებაში და ასე შემდეგ. და ანუ მიწაზეც რო გადაიყვანა, აი ბოლო ნაწილი ძალიან არ მომეწონა, რეალურად ილია თოფურიამ დაისვენა, ასე ვთქვათ, და იმ მომენტში თქვი რომ ისვენებს, რაც ნიშნავს რომ დაიღალა. თუ ისვენებს, იგი დაიღალე, თუ დაიღალე, ეს ნიშნავს ესე რომ ცუდი ამბავი ხდება. თუ ძალიან კარგ ფორმაში არ ახარ და რაუნდებს შორის, რაც ასევე საშუალებაა, რომ ასევე არის შანსი, რომ აღიდგინო და ბევრად უფრო ასე ვთქვათ, კაი კონდიციაში გამოხვიდე, თუმცა აი მესამე რაუნდის აი ის დაღლილობა იყო, რამაც მე კიდე დამატებით გარდათ ეხა შეიტანა და ჯასტინ გეიჯიმ რამოდენიმე დარტყმა გაუტარა, რამაც უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ილია თოფურიას და ძირითად წილად უკვე გული ჩუბობდა. ერთი რამე რაც გავიგეთ და ჯობდა ეგრე არ გავიგო არის, რომ ჩემპიონს აქვს გული ნამდვილად ეგეთ ზიანს ბოლოს ფიზიკურად ბევრი ვერ გაუძლებდა. და ასევე ერთი ფაქტორი ის არის, რომ ჯასტინ გეიჯი რაც თუ სწორად ახსოვს ასევე ვისაუბრებთ ჩემ ბრძოლის წინა ვიდეოში, ანუ საკმაოდ რთულია რომ მას დაატყო ზიანი, რაც აი ნუ არ ვიცი ხო ხდებით ეგეთ მაგას თქვა სტეროიდები და რამის გავსი არ შორის და ადრინდელ ბრძოლებსაც შეგვიძლია შევხედოთ რომ რაზეც არ უნდა ყოფილიყო სახეში რომ მოხდება ან დაზიანდები ან არ დაზიანდები ზოგს აქვს უფრო ესე თქვათ ნაკლებად დაზიანებადი სახე სხვა მიზეზების და გამო გენეტიკური აგებულება და ასე შემდეგ და ილია თოფურიაზე ასე ვისაუბრე რომ ადრეც უტარებია ზიანი სახეზე ანუ დარტყმები რომ გადის ის ვიზუალურადაც ზიანდება რაც არ არის ასე თქვათ ხელწამოსაკრავი თემა ეს ვიზუალური ზიანი ჯერ მარტო საჯებამდეც რომ მივიდეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგალითად ხა ბრძოლის საწყის ეტაპებზე იმის მიუხედავად რომ პირველ რაუნდი ცუდი და კარგი რაუნდი ქონდა გეიჯის რეალურად ილია თოფურიას უკეთესი პროცენტულად რაოდენობრივად უკეთესი ასე ვთქვათ უფრო მეტი დარტყმა ქონდა და პროცენტულობაც ასე ვთქვათ ზუსტი დარტყმების უკეთესი ქონდა მაგრამ ზიანს ატარებდა ილია თოფურია და ეგრეც რო გაგრძელებულიყო მთელი ბრძოლა და საჯებამდე მისულიყო სხვა რო არაფერი ეგ ზიანიც მარტო მაგ კუთხითაც პრობლემა იქნებოდა ისევე როგორც სხვა მრავალი კუთხით რაც ასევე გრძელვადიანობა ანუ კარიერის გრძელვადიანი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ასე რომ საკმაოდ რთული ბრძოლა აღმოჩნდა ილიასთვის და ჩემი აზრით სამწუხაროდ ერთი ფაქტორი რაც უნდა შევხედოთ არის ის რომ უყურებდით ორ სხვადასხვა ზომის ადამიანს აშკარად
ერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში ჯასტინ გეიჯი უფრო დიდი იყო ვიდრე მეორე. ამისთვის ბრძოლის წინ ძალიან ხაზი გამესვა. რა თქმა უნდა, წამოვიდა კომენტარები, რომ აუ, მე რა და რაღაც. გასაგებია, ხშირ შემთხვევაში რომ არ ქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ აქ აი თუ გვერდზე გადავდეთ, ასე ვთქვათ, ну კონსპირაციას არ დავარქვით, ვთქვათ, რომ აი რაღაც ზედმეტს თუ გვერდზე გადავდებთ, რომ არ ვიცი, რაღაცის ქვეშ იყო და ასე შემდეგ. ეგრე არის, რომ დიდ ადამიანს უფრო მეტი ატანაშეულია, ვიდრე თქვათ, შედარებით უფრო პატარა ადამიანისგან, იმის მიუხედავად, რომ ეს პატარა მასზე თქვათ, უფრო ზომით პატარა ადამიანი ძიმე დარტყმელი არის. ასევე ეგ ფაქტორი განისა და პერეირას ბრძოლაშიც გამოიკვეთა ჩემი აზრით. და ილია თოფურიაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდა გეიჯის დარტყმები. რაღაცნაირად ხო არის როგორც ვისაუბრე, ბასრი ადამიანი რაღაცნაირად სახეს პოულობს, ბევრი ადამიანისთვის აქვს გაფუჭებული დღესასწაული და სამწუხაროდ ილია თოფურიასაც იგივე გაუკეთა და ბევრი ადამიანისთვის აქვს სახე შეცვლილი. რაღაც დონეზე აი იმდენად რომ ცოტათი საეჭვოც არის, მაგრამ ნუ აი დარწმუნებული ვარ რომ მაგას დიდი კონტროლი არის. აი კრივში იყო ეგეთი მებრძოლი ანტონიო მარგარიტო, რომელიც გამოიჭირეს, სხვაშორის აი ეგრე ასახიჩრებდა ხალხს და გამოიჭირეს რომ ხელთათმანებში იდებდა თურმე თაბაშირს, ანუ plaster of Paris ეძახიან, რაღაც თაბაშირის ასეთი ტიპი არის, რომელთაც ნუ პრაქტიკულად აგური ხდება სახეში. ну მაგას ვერ დავაბრალებ გეიჯის, იმიტომ რომ ბერძოლაში აქვს გაკეთებული ეგ და UFC-ში საკმაოდ დიდი კონტროლი არის მაგაზე, UFC თვითონ მოაქვს ხელთათმანები, თვითონ მოაქვს ასე ვთქვათ, სახვევები ყველაფერი და უბრალოდ გონია რომ რაღაცნაირი ყრივი ძვლები აქვს და პოულობს სამიზნეს და რაღაცნაირად ასახიჩრებს ხალხს, აი ყველა შეხება მასთან მტკივნეულია, იმათ შორის ფეხებითაც მაგრამ მუშაობს, სხვა შორის ეთიკებიც ამუშავა, რამაც თავისი როლი ასევე რაღაც დონეზე ითამაშა, იმიტომ რომ ხელებში ხდება გაზიანებს, არ არის სასიამოვნო. და მართლაც რომ აი იდეალური ბრძოლა სამწუხაროდ გამოუვიდა, რა თქმა უნდა უკეთეს შეიძლება, ახლა მის გამოსახედიდან ახლა თქვათ კიდევ ამარ დაფინიშდა რეალურად გეიჯი, მაგრამ მაინც იდეალური სცენარი გამოუვიდა და ილია თოფურიასთვის ძალიან მძიმე სცენარი გამოუვიდა, რაც აი შესაძლოა ამაც ამ ზოგადად კვალი დატოვოს მის მომავალ კარიერაზეც, რაც გვინახია სხვა შემთხვევებშიც სამწუხაროდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონი, რომელმაც დიდი გული აჩვენა, მოახერხებს, რომ დაბრუნდეს და თავისი დღეს ტიტულის დაიბრუნოს და ასევე თავის ძველი დიდება და აურა, რომელიც მას აქამდე ჰქონდა. ერთი ფაქტორი, რაც მე თვითონაც დიდად ვერ გავითვალისწინე, იყო თუ რამდენად ეფექტურად იმუშავა ჯასტინ გეიჯიმ ჯებით. მე მეგონა რომ ილია თოფურია უფრო წარმატებულად დაიცავდა ჯებს, უფრო წარმატებულად ამოძრავდა თავს შესვლისას და დისტანციაზეც უფრო წარმატებულად მართავდა, დისტანციასაც უფრო წარმატებულად მართავდა, რომ არ მოხვედროდა ჯები ისე ეფექტურად და ისე ბევრჯერ, როგორც მას მოხვდა. ახლო ბრძოლაში, ანუ გაცვლებში, ახლო ბრძოლაში მას რეალურად ილია თოფურიას როგორც გავაკეთეთ პროგნოზი, ბევრად უფრო მეტი წარმატება ჰქონდა ტანშიც, თავშიც, თუმცა ის შესვლა საკმაოდ გაუჭირდა და ასევე ჩემი აზრით ზოგადად ჭიდაობის ფაქტორიც უნდა ყოფილიყო თავიდანვე, როგორც ვისაუბრე, უნდა გადაიყვანა და ჩემი აზრით შესწევდა ილია თოფურიას ძალა, რომ გეიჯი თავიდანვე გადაიყვანა, ცოტა უფრო დაეღალა, დაეზიანებინა მიწაზე, ბევრი რისკის გარეშე მიწაზე სხვა დონე იყო თოფურია, როგორც ნახეთ. მეორე რაუნდში მაუნდზე ეждდა და ჩემი აზრით სამიშენების თელობა საკმაოდ დამღლელი არის და ჯობდა რომ აი გრაუნდ ფაუნდი გაეგზელებინა და დაეზიანებინა ასევე. რაც ასევე ცოტა ჩემი, ანუ არ ვიცით, რას გრძნობდა იქ, შეიძლება კონტროლის პრობლემა ჰქონდა ასე შემდეგ. თუმცა, ну ესე ჩემი გამოსახედიდან მან ჯობდა უფრო მეტი ზიანი მიეყენებინა და მერე თუ ძალიან გაიხსნება საბმიშენი, მაშინ წასულიყო საბმიშენზე. ну რეალურად ესეთი მოცემულობა გვაქვს.
ეს ჯების თემა უფრო გასათვალისწინებელი იყო, რადგან ვოლკანოვსკისთანაც ჰქონდა ეს ჯების პრობლემა, თუმცა მე გადაწყვიტა რეალურად თავის მოძრაობით ნაწილობრივ დარტყმის შეჭმის შესვლით და გათიშა ვოლკანოვსკი. ეხლა რო გადახედოთ, რო ვერ გაითიშა, პოტენციალურად შეიძლება დამატებით პრობლემა ყოფილიყო ვოლკანოვსკის ჯები თოფურიასთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში გეიჯის ბევრად უფრო დიდი ამტანობა აღმოაჩნდა, რის ხარჯზეც არ უნდა ყოფილიყო ეს ზომის ხარჯზე იქნება თუ რამე სხვა. თუმცა მოდი ხაზი გავუსვათ იმას, რომ გეიჯი ცნობილია ამ გამძლეობით, გეიჯი ცნობილია ამ ზიანის არ დატყობით, ხდება მძიმე დარტყმა. აი ტონი ფერგისონის ბრძოლა გამახსენდა. ბევრი პარალელი იყო სამწუხაროდ ტონი ფერგისონის ბრძოლასთან ამ ბრძოლის. რაც შეეხება გან პერეირას კიდევ როგორც ვისაუბრე, არ შეიძლებოდა განის ჩამოწერა, განსაკუთრებით იმის მე როგორც გამოიყურებოდა ის ასპინალთან, მაგრამ ასევე მაგამდეც განს ბევრთან არ წაუგია სტრაიკინგ ბრძოლა, ასევე ვარჯიშობდა მაღალი დონის სტრაიკერთან, ვახიტოვთან, მაგას სპეციალურად არ შევეხე, იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე რომ ახან იმ ადამიანთან ვარჯიშობს, ვინცაც პერეირა დამარცხებული ყავს კიკბოქსინგში, ეს ბევრს რამეს ნიშნავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეგიც პლუსი არის, რომ ეგეთი ადამიანი ყავს კემპში და იმ რაღაც სცენარებს გადიხარ უკვე კემპში, რომელიც ბრძოლაში აღმოგაჩნდეს და ნუ აი არ შეიძლება რომ არ გაითვალისწინო, რომ ადამიანი რომელიც middleweight-ში გათიშეს, light heavyweight-შიც თქვა დააზიანეს, მათ შორის აი რამოდენიმე кейსი იყო, რომ ეტყობოდა, რომ რამე რომ იყო შანსი, რომ დაფინიშებულიყო. რაღაც ანკალაევთანაც იყო ეგეთი მომენტები, რაუნტრისთანაც იყო ეგეთი მომენტი, საკმაოდ კაფიო და არ შეიძლება იფიქრო, რომ კარგი სტრაიკერი, კარგი თან რომელიც კარგად მოძრაობს მძიმე ზონაში, წარმოუდგენელია რომ იყოს ასე ვთქვათ, მისთვის საშიში და ასე ვთქვათ, დიდი საფრთხე რა. რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელი იყო, რაც მე გავითვალისწინე, უბრალოდ სამწუხაროდ ასე ვთქვათ, ხანდახან გვაბრმავებს ხოლმე ჩვენი ფავორიტი მებრძოლების გულშემატკივრობა. მე დავამატებდი ასევე, რომ ილია თოფურიას ხას უსვამო, რომ ეს არ ეკუთვნის, იმიტომ რომ ის არის მებრძოლი და თავდაჯერებული უნდა იყოს და ბრძოლა უნდა გაყიდოს და ამ შემდეგ, მაგრამ ქართულ გულშემატკივრას ცოტათი უფრო მეტი ასე ვთქვათ, თავდაბლობა გმართებს, რადგან ის რაც ხდებოდა აქამდე და იმედია რაღაც დონეზე დაბრუნდება მალევე, იყო პრივილეგია და არ შეიძლება ესეთი ქცევა, რომ აი ჩვენ ამდენი ჩემპიონი ყავს და ვიღაცას ნაკლები ყავს და ასე. ამერიკას რეალობა ის არის, რომ ყოველთვის ეყოლება ჩემპიონები, ქალებში, კაცებში და ყოველთვის ეს ციკლები გაგრძელდება, იმიტომ რომ მაინც ჰაბია, მაინც ცენტრია MMA-ში. ჩვენთვის ეს იყო პრივილეგია. თუ მერაბი მდვალიშვილი და ილია თოფურია ვერ მოახერხებენ ტიტულების დროულად დაბრუნებას, შესაძლოა წლების დაჭირდეს, რომ ახალი ჩემპიონი ყოფდეს, რაც ბუნებრივია, პატარა ქვეყანა ვართ. პროგრამაც რეალურად ეხლა შენდება ამ ქვეყანაში, ის ხალხი, ვინც აქ არის, რეალურად უკვე სხვა პროგრამების ასე ვთქვათ, და კურსდამთავრებულები არიან და რა ვიცი, ანუ არა ის ხო პრივილეგია, მოდი ესე ვთქვათ და შესაძლოა რომ ყოველთვის, როდესაც UFC ჩემპიონებს გადავხედავთ, ქართველი მათ შორის არ იყოს და როდესაც არის, უნდა დავაფასოთ და ასევე უნდა რაღაც დონეზე თავდაბლობა შევინარჩუნოთ, რომ ეს პრივილეგია ჩვენ გვაქვს. მადლობა რომ მიყურეთ. თუ არ გიყურებიათ, გადახედეთ მიმოხილვებს, რომელიც გავაკეთე, ჩემი აზრით ბევრ რაღაცაში გაამართლა და გასათვალისწინებელი ფაქტორები რაც იყო დიდწილად განხილული იყო. დამიკომენტარეთ იქაც, აქაც თქვენი მოსაზრებები და რა ვიცი, შევეცდები რომ ყოველთვის სიმართლე გითხრათ,
დამიჯერეთ არავის ნაკლებად განადგურებული არ ვარ ამ მომენტში იმ ყველაფრით რაც მოხდა, თუმცა ყველაფერი უნდა შევეცადოთ, რომ სწორად და რეალურად შევაფასოთ. ილიას კიდევ უსურვებ, რომ დაბრუნდეს, თავის ტიტული დაიბრუნოს და რეალურად, ასე ვთქვათ, წვერვალზე დაასრულოს თავის კარიერა, იმის მიუხედავად, რომ ეს ნოლი დაკარგა, არ არის ეს ყველაფერი დასასრული და იმედი მაქვს, რომ არ იქნება ღმერთის წყალობით.